ბატონო ნიკოლოს და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ესეთი დივერსია, მსგავსი დივერსია ჩვენს უახლოეს ისტორიაში იყო. ეს იყო მაშინ, როდესაც შევარდნაძის მმართველობა იყო. შევარდნაძე უბრალოდ ჩვენ გვახსოვს, ახლა მე მახსოვს, ჩემი ახალგაზრდობის დროს მისი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და უმკაცრეს კაცად იცნობდნენ. მერე ცეკას პირველი მდივანი იყო და ასევე უმკაცრეს კაცად იცნობდნენ, მაგრამ მისი მმართველობის ბოლო პერიოდი აი მოხუცდა ეს ადამიანი, მოხუცებული იყო უბრალოდ და ვეღარ მართა ქვეყანა. და აი ეს დივერსიები, რომელზეც ახლა ბატონი ნიკოლოზი ლაპარაკობდა, რომ ენერგოპრომო დენი გაგვეთიშაო, იგივე ხდებოდა შევარდნაძის დროს. დენი იყო, მაგრამ იყო გათიშული ეს დენი, გადადიოდა უცხოეთში და მწვანე დოლარებზე იყიდებოდა და ჩვენ ქართველი ხალხი ბნელეთში ვისხედით და ნავთქურები, კერასინკას ვეძახდით, კერასინკებით ვთბებოდით, ისიც ბევრს ზოგს ჰქონდა ეს ნავთქურა, ზოგს არ ჰქონდა ნავთქურა და მე მახსოვს ნავთზე რიგები. ბოთლებით და კანისტრებით ნავთზე რიგები. აი იგივე დაახლოებით იგივე საკეთებენ ახლა. აი ახლა მთელი ქართლიო პარალიზებულიაო. ახლა რომ მოვდიოდი გორში, მთელი ტრასა, ცენტრალური ტრასა, ჩვენ რო ავტობანს ვეძახით, ცენტრალური ტრასა იყო ჩაბნელებული და ამ ტრასით შემოდის საქართველოში უზარმაზარი თანხები. აი ეს მთელი ტრაილერები რო შემოდიან, თურქული ნომრებით, ყაზახური ნომრებით, აზერბაიჯანული ნომრებით, სომხური ნომრებით, ამათ შემოაქვთ ფული. და აი ტრასა არის ჩაბნელებული, მაგრამ ერთი რო ტრასაა ჩაბნელებული, ამას კიდე ეშველება, იმიტომ რომ მანქანის ფარებით გაანათებ და მეორე რომ მთელი ქალაქი გორი და გორის მიდამოები ვნახე რომ ჩაბნელებულია. რას გავს ეს? ამ დეკემბრის მიწურულს, ამ დეკემბრის შუა ზამთარში. ადამიანების იანვარი-თებერვალი არ მოსულა. ჯერ არ მოსულა კიდე იანვარ-თებერვალი. და აი სწორს ამბობს ბატონი ნიკოლო, ზუსტად მაგას მოგახსენებდით ძვირფასო მაყურებლებო. საჭიროა სახელმწიფო და მიიღოს მკაცრი ზომები. სახელმწიფო თვითონ რას ნიშნავს? სახელმწიფო არის ძალადობის ინსტიტუტი. მაგრამ ძალადობის ინსტიტუტი იმას კი არ ნიშნავს, სააკაშვილი რო ძალადობდა ხალხზე, მოეხასიათებოდა ვიღაცას დაარბევდა, ვიღაცას მოკლავდნენ, ვიღაცას დაიჭერდნენ, ციხეში აწამე, ასეთი ძალადობა კი არა. კანონის უზენაესობა უნდა იყოს. აი ეს არის. კანონი დაირღვა, მორჩა, რეაგირება უნდა მოყვეს. ამას უნდა მოყვეს სახელმწიფოსგან რეაგირება. ეხლა ჩვენ მოусმინეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომელიც გვერდით დაგვიდგა, მე ბევრი აზერბაიჯანელი, ბევრი არა, რამოდენიმე აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის და ცნობილი პოლიტიკოსის ინტერვიუ მოვისმინე YouTube არხზე, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ აზერბაიჯანი დგას დღეს საქართველოს გვერდით და აი ალიევმა სწორი თქვა. საქართველომ ეხლა გამოიფხიკა ყურები და არასამთავრობო ორგანიზაციების კანონის ფარგლებში მოქცევა დაიწყო. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხო მეხუთე კოლონაა, ფაქტიურად უცხოეთის დავალებას ასრულებენ. მაგრამო მატარებელი უკვე გასულიაო, ალიევმა თქვა. ჩვენო მოვაგვარეთ ეს ამბავიო. მე კარგად მახსოვს აქ ერთი მეთიუ ბრაიზა მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მესამე მოადგილის მეშვიდე თანაშემწე მეთიუ ბრაიზა და ის გვიწყვეტავდა აქ ყველაფერს. ეს მეთიუ ბრაიზა გაამწესა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა თუ ობამამ არ მახსოვს ზუსტად, გაამწესა ელჩად აზერბაიჯანში. არ მისცა პრეზიდენტმა ალიევმა აგრიმანი, გააძევა იქიდან სოროსი თავის ფონდიანად და აზერბაიჯანი დაიცვა სახელმწიფოს გადატრიალებისგან. აი ახლა მოდი ვიმსჯელოთ, აზერბაიჯანი დემოკრატიული ქვეყანაა, მამამ შვილს გადასცა ხელისუფლება და ღმერთმა დიდხანს საცოცხლოს პრეზიდენტი ალიევი და რამე რომ მოხდეს ვიცე-პრეზიდენტი მისი მეუღლეა, მაგრამ რაში მაინტერესებს მე ვინ იქნება ჩემი პრეზიდენტი და ჩემი მმართველი? მე მინდა დამიბრუნდეს აფხაზეთი და მინდა დამიბრუნდეს სამაჩაბლო და პრეზიდენტმა ალიევმა დააბრუნა ეს. დააბრუნა, ყველაფერი მოაგვარა. აზერბაიჯანელ ხალხს აცილა თავიდან სოროსი, სახელმწიფო გადატრიალება და ქაოსი.
და დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი ყარაბაღი და დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი თეთრ ცხენზე ზის, როგორც იტყვიან. და მიუბაძოთ მათ მაგალითს, აზერბაიჯანელების მაგალითს მიუბაძოთ, შორს რო არ წავიდეთ. ომიც მოიგო აზერბაიჯანმა, რუსეთთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, შეერთებულ შტატებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თურქეთთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ ირანთან. მე ამას წინათ აზერბაიჯანში ვიყავი, აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიწვევით და მის თავმჯდომარეს ვკითხე ყრილობის შემდეგ, უბრალოდ იქ სტუმრებისთვის ბანკეტი გაიმართა და აი ამ იმაზე ვკითხე, როგორი ურთიერთობა გაქვთ მეთქი ირანთან და ირანიო მაინც და მაინც კარგი თვალით არ გვიყურებსო, იმიტომ რომ ისინიო შიიტები არიანო და ჩვენ სუნიტები ვართო, მაგრამო 8 მილიონი აზერბაიჯანი ცხოვრობსო, აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანშიო და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთო, ბატონო სოსო, მე მითხრა, ირანისთვისო, ეხლა ჩვენთვის ირანის მთავრობის მხრიდანო, ჩვენთვის რაიმეს დაშავება და რაიმეს ცუდის გაკეთებაო, თვითონ ირანს როგორ შემოუბრუნდებაო. ის 8 მილიონი აზერბაიჯანელიო, ჩვენიანები არიანო. და დღესაც ის იდეა ტრიალებს, რომ აზერბაიჯანი უნდა გაერთიანდეს. და ირანს კიდე იქ ქურთისტანის პრობლემა აქვს, თურქეთსაც ქურთისტანის პრობლემა აქვს და ისე რომ ჩვენო გაჩერებული ყავსო ორივე სახელმწიფო და აქეთ გვემეგობრებიან კიდეო. შეერთებულ შტატებსაც კაი ურთიერთობა აქვს ილჰამ ალიევს და მიუბაძოთ რაღაც შორს მივდივართ.